ჩვენ ზოგადად ყოველთვის წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის. ალტიფოზე იყო თავის დროზე თუ გახსოვთ მოთხოვნები, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით, ბუნებრივად წინააღმდეგი ვართ ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვის. ზოგადად პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არ შეიძლება. რანაირი მაგალითებიც არ უნდა არსებობდეს სამყაროში ასეთი რაღაც ქმედებების. ეს პოლიტიკური პარტია უნდა დაამარცხო სიტყვით, პოლიტიკურად. და თუ ხელისუფლება გზალავს პოლიტიკურ პარტიას, ესე იგი მინიმუმ სუსტია პოლიტიკურ პოზიციაში. დებატები რო გახსნათ, როგორც ჩანს, ნაცებთანაც კი დამარცხდებიან კოცები. თორე სხვა შემთხვევაში ვინ აუგზავნებდათ მათ რომ ეს გაეკეთებინათ თუნდაც თავიანთ ტელევიზიებში. არანაირი გამართლება მას არ აქვს. ეს პროცესი არა მარტო ამ კანონის შემთხვევაში, არამედ სხვა კანონის შემთხვევაში იქნება ეს გამხატვის თავისუფლების შეზღუდვები, მიტინგების შეზღუდვები და შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს გზა რა თქმა უნდა თავდება იქ, სადაც არანაირი რაღაც პოლიტიკურ პროცესს აღარ იქნება ადგილი. პოლიტიკური ამბავი მოშეწყდება და იმედი აქამდე არ მივალთ. რამდენად აქვს დღეს ოცნებას ამის რესურსი? რესურსი აქვს და მე მგონი თავი პრობლემა რის გამოც აქვს რესურსი არის ის რომ კი ბატონო ქართულოსნობა გაიქცა დებატებს, მაგრამ დებატები ხო ოპოზიციურ ფლანგზე არ ხდება. თვითონ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოკლეს პოლიტიკა. ის ნარატივი რომ არჩევნებით არ შეიძლება მოიგო და შეცვალო რეჟიმი. პინოჩეტი ბერად უფრო ასე ვთქვათ რეპრესიული რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნების მეშვეობით დაიწყო მისი ცვლილება, ყოველთვის რეფერენდუმის ზუსტები რო ვიყოთ, რომელშიც წააგო და ამიტომ ბევრი მაგალითია იმის სოფლიოში, რომ თუ ადეკვატური ხარ, თუ შემხარე სიმართლე არის და შენ სათანადოდ იქცევ ეფექტიანად, არ უნდა მიიყვანო სიტუაცია იქამდე, საერთოდ არანაირი აზრი არ ექნება არსეთ არჩევნებს.